მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო ყველას, მინდა მადლობა მოგიხადოთ იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად. მადლობა არხის გამომწერებს, მადლობა კომენტარის ავტორებს და მინდა შემგთავაზოთ გაშლა, რომელიც იქნება ფიქრი, გრძნობა, მოქმედება სამი ვარიანტით ჩემო ძვირფასებო ჩაიფიქრეთ. თქვენი პარტნიორი სასიყვარულო თემაზე იქნება ეს გაშლა, სასიყვარულო გაშლა, ამიტომ ჩაიფიქრეთ პარტნიორი თქვენი პიროვნება, ვისაც გრძნობები გაკავშირებთ, ვისაც იცით, რომ ვისაც სიმპათიები გაკავშირებთ და გავიგოთ, რას ფიქრობს, რას გრძნობს და ვნახოთ ერთი კარტით სამომავლო პერსპექტივების ამ ვარიანტით შემოგაგება. პირველი არკანი იქნება თქვენ როგორ ხედავთ ამ პიროვნებას, ხო? ამ პიროვნებას თქვენეული შეფასება, ასე ვთქვათ, რომ მიხვდეთ რამდენად სწორედ აირჩიეთ ეს ვარიანტი, ხო? მე დავალაგებ არკანებს და ნახოთ ფიქრი, გრძნობა და სამომავლო პერსპექტივა, ასე ვთქვათ, ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა. პერიოდი თავად უნდა ჩაიფიქროთ. მაშასე პირველი ვარიანტისთვის თქვენეული ხედვა, როგორ ხედავთ თქვენ ამ პიროვნებას. შემდეგ ამ პიროვნების ფიქრი თქვენს მიმართ, რას ფიქრობს თქვენზე, როგორი შეხედულება აქვს თქვენს მიმართ და რა გრძნობა აქვს და ურთიერთობის განვითარების, ასე ვთქვათ, პერსპექტივა. მეორე ვარიანტი. თქვენ როგორ ხედავთ ამ პიროვნებას, ფიქრი, გრძნობა და ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა და მესამე ვარიანტი, როგორ ხედავთ თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებას, ფიქრი ამ პიროვნების თქვენს მიმართ, რას ფიქრობს, როგორ ხედავთ ის თქვენ, გრძნობა ამ პიროვნების და ასე ვთქვათ, ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა. დაგაცდით, აირჩიეთ ვარიანტი. მე გადავდებ მეორე და მესამე ვარიანტს გვერდით, რომ მიხვდეთ, რომ პირველ ვარიანტზე მაქვს საუბარი ჩემო ძვირფასებო. თუ მაგიდან მთლიანად დარჩას, მე გავაჟღერებ და განახებთ არკანებს, ასე რომ ნახოთ, პირველ ვარიანტმა ვინც ჩაიფიქრა, როგორია თქვენი შეხედულება ამ პიროვნების, თქვენი ხედვა, როგორ ხედავთ, ხო, როგორი პიროვნება თქვენს თვალში, ასე ვთქვათ. აქ ამოვიდა ხუთიანი კვერთხი ჩემო ძვირფასებო. ნახეთ, ხუთიანი კვერთხი ამოვიდა. ანუ თქვენს თვალში ეს პიროვნება საკმაოდ, როგორ გითხრათ, შეიძლება ითქვას კონფლიქტური პიროვნებაა, თქვენს თვალში ჯიუტი პიროვნებაა. არ გიდებთ ტოლს, ანუ ყოველთვის ცდილობს დაამტკიცოს, თუ დაგიმტკიცოთ, თუ თავისი უპირატესობა, ცდილობს, რომ თავისი სიმართლე და თავისი პრინციპები გაიყვანოს, თითქოს თვითონ, გამოჩნდეს თვითონ როგორც გამარჯვებული, მოპაიქრე პიროვნებაა თქვენს თვალში, როდესაც სულ ერთია, ვთქვათ, თქვენ რას ფიქრობთ, ხო, მთავარია ის ცდილობს მუდმივად დაგიმტკიცოთ თავისი შეხედულებები, თავისი სიმართლე და მუდმივად თქვენი, ასე ვთქვათ, შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა, თითქოს აი ასეთი შეხედულება გაქვთ თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებაზე, კონკურენტად აღიქვამთ ერთმანეთს თითქოს, ხო, თითქოს მუდმივად ეჯიბრებით ერთმანეთს, აბა ვინ უფრო ვთქვათ, თავის სიმართლეს ვინ უფრო გაიტანს, ვინ უფრო დაამტკიცებს, ვისი სიტყვა უფრო გაიმარჯვებს, აი ესეთი რაღაც შეხედულება გაქვთ, ხო, მუდმივად თქვენს თვალში ეს პიროვნება რაღაც წინააღმდეგობაში მოდის, ხო, თითქოს არ ემთხვევა თქვენს ჩანაფიქრებს, მისი ჩანაფიქრები, თითქოს რაღაცად ვერ შველდებით თითქოს და აი შეუთავსებლები ხართ თითქოს ერთმანეთისთვის, აი ასეთი განცდა გაქვთ. პირველ ვარიანტს იმ პიროვნების მიმართ, ვისაც ფიქრობთ და ვინც ჩაიფიქრეთ. ანუ რაღაცნაირად ვერ შველდებით თითქოს მუდმივად რაღაცაზე რომ გეწინააღმდეგებათ, ერთ სიტყვით ის მეორეს აკეთებს, ხო? ანუ როდესაც აი ვერ თქვენი ერთად თანხვედრა წყნარად საუბარი შეიძლება არ ხდება, ხო, ანუ ქაოსი შემოაქვს თითქოს თქვენს ურთიერთობაში, ანუ ქაოსურ პიროვნებად აღიქვამთ თქვენ ერთი სიტყვით, ქაოსურ პიროვნებად, ჯიბრიან პიროვნებად, რომელიც ცდილობს, რომ დაამტკიცოს თავისი, ასე ვთქვათ, შეხედულებები და თავისი სიმართლე. აი ასეთ პიროვნებად ხედავთ თქვენ. მოდი ვნახოთ მისი ფიქრები თქვენს მიმართ როგორია. ნახე, ისიც ასევე გიყურავთ, შვიდიანი კვერთხი ამოვიდა. შვიდიანი კვერთხი მუდმივად თავს იცავთ, თითქოს მისგან
მუდმივად ვცდილობთ, როგორც თითქოს მტერს ასეთნაირად უყურებთ, ხო, თითქოს რაღაც საშიშროებას გრძნობთ, რომ აი თავს დაგესხმებათ, რაღაც გაწენინებთ, შეიძლება გული გატკინოთ, ხო? ანუ თვითონ პიროვნებაც თქვენ ასეთ პიროვნებად გხედავთ, ანუ მუდმივად რაღაც დისტანციას იკავებთ მასთან, თქვენც რაღაც ზღვარი გაქვთ თითქოს თქვენთან ახლოს სიახლოვეს არ უშვებთ, აი ასეთი ფიქრები აქვს მას, ანუ როგორც უკარება პიროვნებას, აი ასეთ პიროვნებად გხედავთ და აქ გიქვამთ ჩაფიქრებული პიროვნება და პიროვნება ანუ ფიქრობს თქვენზე, რომ აი ჯიუტი პიროვნება ხართ, შეიძლება ენერგიული, მუდმივად ანუ ცდილობთ, რომ თქვენი სიმართლე, თქვენი შეხედულებები, თქვენი პრიორიტეტები დაუმტკიცოთ ჯიუტი პიროვნებად და პიროვნება, რომელსაც ბარიერები აქვს, ხო, თავისთან ახლოს არ უშვებს. უკარება პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებთ მის თვალში. აი ასეთი შეხედულება აქვს თქვენს მიმართ, ასეთი ფიქრები. მოდი ვნახოთ გრძნობა მისი, ნახეთ გრძნობა შეყვარებულები. თითქოს თქვენი აი ესეთი სიჯიუტე და ესეთი ჯიუტი ხასიათის მიუხედავად მასში არის გრძნობა, ნახეთ შეყვარებულები ამოვიდა თითქოს მიუხედავად ამისა, ხო, რაც არ უნდა თითქოს ერთმანეთს მიუხედავად ესეთი სიჯიუტისა და იმისა, რომ თითქოს ვერ შველდებით, ხო, რაღაც საკითხებში, მაინც თქვენს მიმართ თითქოს ერთმანეთისთვის მაინც ახლობლები ხართ, სიყვარულის და გრძნობა აქვს ამ პიროვნებას თქვენს მიმართ. იმიტომ რომ შეყვარებულების არკანი ამოვიდა, ხო? ანუ სურს თქვენთან სიახლოვე, თქვენთან რაღაც რომანტიული ურთიერთობა, თუ წყვილი ხართ უკვე არ აქვს ამას მნიშვნელობა, პიროვნებას გრძნობა აქვს თქვენს მიმართ და ერთი სიტყვით მისი რჩეული ხართ, მაგრამ თვითონ პიროვნება ესეთი ცივი ხასიათის, ხმლის მეფე ამოვიდა. პიროვნება, რომელიც ცოტა მკაცრია, ხო, ანუ რაღაც თავისი პრინციპები აქვს და თავისი პრინციპებით მოქმედებს. აი ასეთი პიროვნება, პირველმა ვარიანტმა, ვინც აირჩია და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ხშირად გაქვთ რაღაც კონფლიქტური სიტუაციები, ამ პიროვნებას აქვს მაინც გრძნობა და მისი რჩეული ხართ ერთი სიტყვით. ვნახოთ სამომავლო პერსპექტივები თქვენი ურთიერთობის. იეროფანტი ამოვიდა. აქ ჩემო ძვირფასებო, იეროფანტი ეს შეიძლება იყოს როგორც ურთიერთობის გაღრმავება, გადასვლა რაც კანონიერ ტრადიციულ ქორწინებაში, თუ უკვე პარტნიორები ხართ, ჩემო ძვირფასებო, ეს შეიძლება ნიშნავს იმას, რომ ნახეთ, აქ არის სხვანაირად ანუ ერთმანეთისგან ძალიან ბევრს ისწავლით ერთი სიტყვით. შესაძლებელია ეს თქვენი ურთიერთობა იყოს როგორც მოსწავლის და მასწავლებლის, როგორც როდესაც პარტნიორები ერთმანეთისგან ძალიან დიდ გამოცდილებას, ცოდნას იღებენ, აი ესეთი გაგრძელება ექნება თქვენს ურთიერთობას, თუ არ ხართ წყვილი, ანუ და თუ წყვილი ხართ, ეს არის თქვენი გაკვეთილი, ერთად თანაცხოვრება, ხო, ერთმანეთისგან სწავლობთ რაღაც გაკვეთილებს, ასე ვთქვათ და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთმანეთთან ხშირად გაქვთ რაღაც კამათი, რაღაც ის მტკიცება, მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენ მაინც ერთად ალბათ შეიძლება ითქვას, რომ განგებას სურს, რომ ერთად იყოთ და ეს ერთგვარი რაღაც გამოცდა და გაკვეთილია თქვენი ერთად თანაცხოვრება, ხო, შეიძლება უნდა ისწავლოთ ერთმანეთისგან ან დათმობა, ან რაღაც ისეთი, რაც ცხოვრებაში შემდეგ გამოგაკლებათ, ჩემო ძვირფასებო. თუ არ ხართ დაოჯახებულები და წყვილი არ ხართ, შესაძლებელია ამ პიროვნებასთან რაღაც ამ პიროვნებისგან მიიღოთ წინადადებაც. ასეთი იყო პირველი ვარიანტი, მადლობას მოგახსენებთ პირველ ვარიანტს. მადლობას მოგახსენებთ პირველ ვარიანტს და მე გადავალ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი. ვნახოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების თქვენ როგორ ხედავთ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას, თქვენ როგორ ხედავთ? ხუთიანი ხმალი ამოვიდა, ჩემო ძვირფასებო. ნუ არ ვიცი რატო, მაგრამ შესაძლებელია ამ მომენტისთვის მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა ერთმანეთთან ურთიერთობაში, ვინც ჩაიფიქრათ, ბზარია გაჩენილი. შესაძლებელია ერთად არც ხართ, ცაცალკე ხართ, რაღაც კონფლიქტური სიტუაციით დაშორდით, გული გაქვთ ძალიან ნატკენი და შეიძლება ითქვას, რომ არც კი ელოდით ამას ისეთი, შეიძლება ითქვას ზოგიერთი თქვენგანი ძალიან დამცირებულიც კია, ხო? ანუ შეიძლება ისეთი დაშორება გქონდათ, რომ და ისეთი სიტყვებით დაშორდით, რომ ძალიან დიდი წყენა და გულისტკივილი გაქვთ, ხო? პიროვნება რეალურად ვინც ჩაიფიქრეთ, თქვენი შეხედულებით, თქვენი აზრით არის პიროვნება, რომელიც
ასე ვთქვათ, ყველა ხერხით ეცდილობს თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანას, პირველობას, ასე ვთქვათ, რაღაც მიზნის მიღწევას, ხო? პიროვნება, რომელიც არაკეთილ სინდისიერად იბრძვის, უსამართლოდ გექცევათ, შეიძლება ითქვას, ან მოგექცათ და დაუმსახურებლად გატკინათ გული ერთი სიტყვით. მეორე ვარიანტთან არის პიროვნება, რომელთანაც ამ მომენტისთვის, აღარ გაქვთ შეიძლება ურთიერთობა და არის აქ წენით და გულის ტკივილით მანძილი და დაშორება, ცალკე ხართ და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გული გაქვთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნებისგან, ვინც ჩაიფიქრეთ ნადგენი. ნახოთ მისი ფიქრი, როგორ ხედავთ მის ფიქრებში, როგორ ხართ თქვენ, ხო? კვერთხის დედოფალი ამოვიდა, ნახეთ, კვერთხის დედოფალი. მის ფიქრებში ხართ ძალიან მიმზიდველი, ენერგიული პიროვნება, რომელიც ნებას იწვევს გარშემო მყოფებში, ცეცხლსანთებს, ყურადღების ცენტრში უნდა ყოფნა. პიროვნება, რომელიც თავის, როგორ გითხრათ, იცით, მის თვალში თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც მიზანს ყოველთვის აღწევს, ხო, რაც უნდა, იმას მიაღწევს და ცხოვრება გიხარიათ ერთი სიტყვით და მის თვალში საკმაოდ ისეთი ლამაზი, მიმზიდველი და ისეთი პიროვნება ხართ, რომელიც ნებისმიერ მამაკაცში აღწევს ნებას. ნახოთ, გრძნობა თუ აქვს თქვენს მიმართ. პაჟი კვერთხის, შემოძვირფასება კვერთხის პაჟი აქ მიგონიშნებს იმას, რომ პიროვნებას აქ გრძნობაზე მეტად უფრო ვნებას განიცდის თქვენს მიმართ. ვნებას, ეს არის მისი რაღაც სურვილი, გატაცება, თავგადასავალი იყავით შეიძლება მისთვის, ან როგორ გითხრათ, თავგადასავალი, რომელმაც გაიქროლა და გაქრა, ხო? ახალი თავგადასავლის საძიებლად წავიდა, ან ისე წავიდა თითქოს, რომ არც კი კვალი არც კი დატოვა შეიძლება ითქვას, ხო? პიროვნება თქვენს მიმართ განიცდის უფრო ვნებას, ვიდრე გრძნობას, შემოძვირფასება პაჟი კვერთხი. ჯერეთი, როგორც პაჟის ენერგია მოუნწიფებელი, პაჟი კვერთხის მით უმეტეს კიდევ არის ხასიათდება ისეთი ენერგიით, როდესაც ყველაფრის მოსინჯვა უნდა, ხო? და ერთ ადგილზე დიდხანს არ ჩერდება, ხო? თავგადასავლებს ეძებს, ეს პიროვნება შეიძლება რაღაც თავგადასავალი იყავით ამ პიროვნებისთვის თქვენ, ერთ-ერთი თავგადასავალი, ასე ვთქვათ. მაგრამ ნებას აღწევთ და თქვენი ურთიერთობის, ასე ვთქვათ, გაგრძელების პერსპექტივა ცხრიანი ხმალი ამოვიდა. აქ არის სინანული, უძილო ღამეები, შეიძლება ითქვას, სინანული შეიძლება იყოს აქ როგორც თქვენი მხრიდან, ასევე მისი მხრიდან, რადგან შეიძლება ფიქრობს, რომ დაუმსახურებლად მოგექცათ, ხო? მაგრამ აქ უფრო მეტად არის სინანული იმის, რომ შეიძლება ერთ-ერთმა მხარემ თუ არა, ორივე მხარემ თუ არა, ერთ-ერთმა მაინც გაიაზრეთ, რომ ეს იყო შეცდომად, შემოძვირფასება თქვენი ურთიერთობა. ასეთი იყო მეორე ვარიანტი. მადლობას მოგახსენებთ მეორე ვარიანტს და გამომეხმაროთ, ძალიან მაინტერესებს, ვისთან როგორ რეზონირდა. მადლობას მოგახსენებთ და მე გადავალ მესამე ვარიანტზე. და მოგესალმებით მესამე ვარიანტს და ნახოთ თქვენ როგორ ხედავთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს თვალში, როგორია, ვინ არის ეს პიროვნება. ამოვიდა პენტაკლის მეფე, შემოძვირფასება ნახეთ. პენტაკლის მეფე, არ ვიცი, თქვენს თვალში ეს პიროვნება, ან საკმაოდ ესეთი შეიძლება ითქვას, ან საქმიანი ადამიანი შთაბეჭდილებას ტოვებს, სერიოზული და პრაქტიკული ადამიანი შთაბეჭდილებას, რომელიც ორიენტირებულია ფინანსურ სტაბილურობაზე და ზოგადად სტაბილურობაზე, ხო? სტაბილურ პიროვნებად ხედავთ მას, სტაბილურ პიროვნებად ხედავთ მას. შემდეგ სტაბილურ პიროვნებად ხედავთ ამ პიროვნებას და საკმაოდ დინჯი პიროვნება, რომელიც როგორც უკვე გითხარით, სტაბილური ფუნდამენტია, ხო? მატერიალური თვალსაზრისით ყარად დგას ფეხზე, შეიძლება ზოგიერთთან იყოს ისიც, რომ დაოჯახებული პიროვნება, შეიძლება მეუღლე ჩაიფიქრეთ ზოგიერთ თქვენგანმა. ნახოთ მისი ფიქრები თქვენს მიმართ როგორია. ზომიერებისაკანი ამოვიდა. ზომიერება, ეს რას ნიშნავს? თქვენ მის თვალში მშვიდი პიროვნება ხართ, სიმშვიდის განცდას ტოვებთ მასში. დიდად აქ ნება და რაღაც ისეთი, მაგრამ შვიდი გაწონასწორებული დინჯი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, რომელიც სიმშვიდეს, ჰარმონიას და თქვენთან ყოფნა, სიმშვიდის განცდა ეუფლება პიროვნებას თქვენს გვერდით, ხო? რაღაც გაწონასწორებული პიროვნება ხართ და ესეთი შთაბეჭდილებას სტოვებთ თქვენ მის თვალში და ესეთი ფიქრები აქვს, რომ საკმაოდ გაწონასწორებული პიროვნება ხართ.
7 და გაწონასწორებული, რომელმაც იცის, როდის რა უნდა თქვას, რა უნდა აკეთოს და ასე შემდეგ. ნახოთ გრძნობა როგორია. გრძნობა 6 ისა უკაცრავად 7-იანი თასი. გრძნობაში ცოტა სიმართლე გითხრათ, გაურკვევლობაშია ეს პიროვნება, რაღაც ილუზიებშია. არ არის გამორიცხული, რომ ჯერჯერობით გრძნობაში ჩამოყალიბებული არ არის, ან ვერ ხვდება რა არის, რა გრძნობა ეუფლება, ხო? ანუ გაურკვევლობაშია თვითონაც ეს პიროვნება თქვენთან მიმართებაში. მე დავაზუსტებ ერთი არკანით, რაზე გვაქვს საუბარი, რაზეა? ხო, ნახეთ, ძალის არკანი ამოვიდა. პიროვნებას ძლიერი, როგორ გითხრათ, ძლიერი ზიდავთ პიროვნებას, როგორც ქალი, როგორც პიროვნება, მაგრამ საკმაოდ ისეთი ძლიერი და ნებით, ანუ ნებიან, როდესაც ტოლვა აქვს პიროვნებას თქვენს მიმართ და განიცდის ტოლვას, ხო? ანუ მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბებულა ეს რა ემოცია ეუფლება შეიძლება პიროვნებას, ანუ ჯერჯერობით გრძნობებში გარკვეული არ არის ეს პიროვნება. ნახოთ თქვენი ურთიერთობის, ასე ვთქვათ, პერსპექტივა, 5-იანი პენტაკლი. ჯერჯერობით მედია ჩაიფიქრეთ, თქო შემოწურფასებო. 5-იანი პენტაკლი ეს არის როდესაც ჯერ საკმარისი რესურსი არ არის და საკმარისი, ანუ როდესაც არ არის, ხო? ანუ გრძნობა ჯერჯერობით, როდესაც არ არის, რაღაცნაირად თითქოს ნიადაგი არ ჩანს, ხო? ანუ რაღაც რომ მომწიფდეს სერიოზული ურთიერთობისთვის. ჯერ პიროვნება როგორც ჩანს გაურკვევლობაშია, ცდილობს რაღაცნაირად თავის ჩამოყალიბდეს და რაღაც არჩევანი გააკეთოს, ტოლვა აქვს, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ჯერ პიროვნება თავის გრძნობებში არ არის ჩამოყალიბებული, ვფიქრობ, რომ თქვენს ურთიერთობას ამ დღევანდელი, ასე ვთქვათ, გადასახედიდან, დღევანდელი სურათიდან გამომდინარე, თქვენს ურთიერთობას ჯერჯერობით რაღაც პერსპექტივა, რომ რაღაც დიდად მკვეთრად შეიცვალოს, ჯერჯერობით არ არის. ჯერ რესურსი ამისი და დრო შეიძლება არ დამდგარად. შემოწურფასებოდ, ჯერ დროა საჭირო, რომ რაღაც მოხდეს გარკვევა თავ გრძნობებში. ან შესაძლებელია პიროვნებას 10-იანი პენტაკლი ამოვიდა, შეიძლება პიროვნებას სხვა საკითხებით არის დაინტერესებული, ხო? თუ ოჯახიანი დაოჯახებულ პიროვნებაზე უყურებთ, შესაძლებელია ოჯახი ამისთვის რაღაც შემაფერხებელი ფაქტორი, თუ ნამდვილად იცით, რომ თავისუფალი პიროვნება შესაძლებელია რაღაც ფინანსური, ასე ვთქვათ, საკითხებით არის ამ მომენტისთვის დაკავებული ფინანსური სამსახურის თემით და პიროვნება ჯერჯერობით ფიქრის პროცესში, განდეგილის არკანში ამოვიდა, ხო? ანუ ჯერჯერობით არ არის მზად, როგორც ჩანს ეს პიროვნება რაღაც მნიშვნელოვანი, რაღაც ნაბიჯის გასაკეთებლად. აი ასეთი იყო დღევანდელი გაშლა, ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ შემოწურფასებო, მადლობა. დამიტოვეთ კომენტარებში, რომელი ვარიანტი რეზონირდა. მადლობა და ნახვამდის.